25 აპრილს გვიან ღამით მოხდა ძლიერი წვიმა, რამაც გამოიწვია ასე ვთქვათ მდინარე ძირულისა და მდინარე ფიცხავას მოდიდება. აღნიშნულმა მდინარეებმა გამოიწვიეს საკმაოდ სერიოზული ზიანი ალვანის ადმინისტრაციულ ერთეულში. წაიღო ძლიერმა წვიმამ და წყალმა, ესე იგი სანიაღური არხები, გაბიონები დაანგრია, გზები მოანგრია და ფიცხავას ხეობაში ჭალოვანის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, ესე იგი მთლიანად მორღვეული იქნა საავტომობილო გზა და ამ გზაზე უკვე გაჩნდა მდინარის კალაპოტი. ჩვენ ყისიერად სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად იმ ღამით ესე ვთქვათ ადგილზე დავათვალიერეთ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაუყოვნებლივ დაგვეწყო სამუშაოები და ვხედავთ ახლა რომ ესე იგი ეს სამუშაოები მიმდინარეობს და დაახლოებით 15 ოჯახი, რომელიც მოწყვეტილი იყო გარე სამყაროს და მხოლოდ ფეხით თუ მოახერხებდნენ მოსახლეობა მისვლას, ამ წუთში ეწყობა ესე ვთქვათ სხვადასხვა სამუშაოები, კონკრეტულად ეწყობა გაბიონი, ეწყობა ესე ვთქვათ გზა, რომელიც უახლოეს ხანში დამთავრდება და ეს 15 ოჯახი ესე ვთქვათ შეძლებს რომ უკვე სატრანსპორტო ესე ვთქვათ საშუალებებით გადაადგილება მოხდეს. ასე რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა იმ ღამითვე ჩაერთო ესე ვთქვათ სტიქიის აღმოფხვის სამუშაოებში, რისთვისაც მადლობა მინდა ჩემს სამსახურებს გადაუხადო და ვფიქრობთ რომ ძალიან მარე აღნიშნული ესე ვთქვათ სტიქიის პროექტები, რომლებიც გულისხმობს გზებს, გაბიონებს, ხიდს, რომელიც სამ სოფელს აკავშირებდა ერთმანეთთან, ესე ვთქვათ და გარე სამყაროს იქნა მოწყვეტილი, ეს არის ლიჩი, ღოდორა, ვაკისა, დროებითი გადასასვლელი ხიდი იქნა მოწყობილი, ესე რომ ჩვენ დავიწყეთ სამუშაოები და უკვე ძალიან მალე გვექნება პროექტი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით მდინარე ფიცხავას ხეობაში, სადაც 25 აპრილს განვითარდა სტიქიური მოვლენა, ადიდა მდინარე ფიცხავა, რომელიც გადმოვიდა კალაპოტიდან. ძალიან დიდი პრობლემა შეექმნა მოსახლეობას, ვინაიდან წაღებულია საავტომობილო გზა, დატბორილია სავარგულები, ფაქტიურად 15 ოჯახი მოწყვეტილი იყო გარე სამყაროს, დღესაც პრობლემად რჩება. ჩვენ მუნიციპალიტეტი სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად დაუყოვნებლივ ჩავერთეთ სტიქიის აღმოფხვის პროცესში, გადმოყვანილი იქნა მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს კალაპოტის გასუფთავება, სამუშაოებს აწარმოებს შპს არბაიტ 6, სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 490.812 ლარს, რის შედეგადაც ამ თანხით გაიწმინდება მდინარის კალაპოტი, მოეწყობა საავტომობილო გზები, მოიხრეშება, მოეწყობა ქვაყრილი, დაღრმავდება კალაპოტი და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობამ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი და შეძლოს უსაფრთხოდ გადაადგილება. სამუშაოების მიმდინარეობა ხელშეკრულებით განსაზღვრულია ერთი თვის ვადაში და ინტენსიურად მიმდინარეობს. აგერ აქვე ვცხოვრობთ. ღამის 10 საათის შემდეგ 11:15 წუთზე დაახლოებით წყლის ხმა შემოგვესმა. წვიმა იყო, მაგრამ უმნიშვნელო იყო, აქ არ ყოფილა ისეთი წვიმა, რომ ასეთი წყალდიდობა გამოეწვია. შემოგვესმა წყლის ხმა და გამოვედით, სანახავად გამოვედით. ჩვენ რო გამოვედით, ეს აქეთ მანქანა გვეყენა, გაზი კი საერთოდ აღარ იყო. ამ დინვას ასეთი გაზის ის იყო, აგერ იდგა გაზის ასეთი მილი და იმაზე იყო მიყუდებული ატოტმანებ და წყალი. ღამესვე მოვიდნენ, მაგრამ იმ ღამეს აქ ვერავინ ვერ ამოაღწევდა და იქ შესულან მეზობლის სახლში შევიდა წყალი და იქ ყველაფერი დაუთვალიერებია და მეორე დღეს ეს სამუშაოები მაშინვე დაიწყო. მოვიდა ძალიან დიდი ნალექი, ანუ დააზიანა ძალიან ბევრი მოსახლეობა, ძალიან ბევრი გზები, ძალიან ბევრი ხიდები. და რა ვიცი, ერთი სიტყვით სტიქიამ ძალიან დააზიანა. ძირითადად მოსახლეობა ამ გზას იყენებდა და ეხლაც ძირითადად ამ გზით დადის დამაკავშირებელი გზა არის მოსახლეობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი. კი ბატონო, მნიშვნელოვანი გზა არის. ანუ აქედან მოსახლეობა ანუ ნიგზარის ტერიტორიაზე გადადის და უკავშირდებოდა ამ გზით.
ანუ ყველა ხედავს რომ კარგად მიდის მუშაობა და იმედია რომ ისევ იქნება ალტერნატიული გზა როგორც იყო.